ეს გადაცემა მკურნალია და ვინც ახლა შემოგვიერთდით, შეგახსენებთ, რომ დღეს ჩვენ საუბრობთ მამოპლასტიკაზე. უпростоრად ვისაუბრეთ წინა ბლოკში მამოპლასტიკაზე, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი პრეოპერაციული რეაბილიტაცია და მიხედვა. დღეს ჩვენ სტუდიაში გვყავს ქალბატონი თინათინ გოგოლაშვილი, დერმატოლოგი და კოსმეტოლოგი. ქალბატონო თინათინ, გამარჯობა, დიდი მადლობა რომ მოგბრძანდით. როგორც ისიც საუბრობთ მამოპლასტიკაზე, მაგრამ მნიშვნელოვანია იცით, აი მითია თუ რეალობა, რომ გავიკეთე მამოპლასტიკა, ან ძუძუს აწევა, ან აუგმენტაცია და აღარ ჭირდება ჩემტანს მიხედო, თქვათ, არც რეაბილიტაცია ჭირდება და შეიძლება მშვიდად ვიყო სახლში. პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. დიდი მადლობა მოწვევისთვის ესეთი საინტერესო გადაცემაში. ყოველთვის გამოირჩევა თქვენი გადაცემები საინტერესო სტუმრებით, თემებით და ესეთი რჩევებით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მაყურებლისთვის, ასევე ჩვენთვის ექიმებისთვის. ზოგადად მამოპლასტიკა არის ისეთი პროცედურა, ისეთი პლასტიკა, რომლის შემდეგაც გვაქვს ვიზუალურად ძალიან თვალსაჩინო შედეგი, ძალიან ლამაზი. ხალებს ეს პროცედურა ძალიან უყვარს და ისეთ დიდ გამბედაობას და დიდ თავდაჯერებულობას მატებს და ამიტომ ჩვენ უკვე მამოპლასტიკის შემდეგ ვცდილობთ რომ ვიმუშაოთ კანზე. ძირითადად ხდება ხოლმე უკვე დეკოლტეს დამუშავება, დეკოლტეზე ხდება ჩარევა, იმიტომ რომ თვითონ სარძევე ჯირკვალს დიდად არ ჭირდება. მით უმეტეს ახალი პლასტიკის შემდეგ ყოველთვის ვცდილობთ რომ გავიდეს დრო. რაც უფრო დიდი დრო იქნება გასული, მით უფრო თავისუფლად მუშაობთ ჩვენ დერმატოკოსმეტოლოგები დამუშავებულ ზონაზე. ეს დრო არის დაახლოებით 3 თვე მინიმუმ და რა თქმა უნდა ქირურგთან კონსულტაციის და ქირურგის რჩევის შემდეგ უკვე ვიღებთ გადაწყვეტილებას თუ როგორი ჩარევა უნდა მოვახდინოთ. როდესაც მკერდი უკვე მოწესრიგებულია და ლამაზი ფორმა აქვს, პაციენტს უჩნდება სურვილი, რომ თუ მით უმეტეს ეს პლასტიკა უკვე მშობიარობის შემდგომ ან ასაკით გამოწვეული დეფორმაციების პლასტიკა, ამ შემთხვევაში ასაკობრივი ცვლილებები და მოდუნებული კანი უკვე გამოხატული არა მარტო სარძევე ჯირკვალზე და მკერდზე, აქ უკვე მუცელიც ჩართულია, დუნდულებიც, ბარძაყის ზედაპირები, მკლავები. ამიტომ ჩვენ უკვე პაციენტს უკვე უჩნდება სურვილი, რომ მიხედოს სხეულის სხვა ზონებს. ამიტომ დერმატოკოსმეტოლოგი ყოველთვის ცდილობს, რომ ესე ჰარმონიულად შეუქმნას ლამაზი სხეული და დაეხმაროს ქირურგს სხვა პროცედურების, სხვა ზონების, ესე ვთქვათ, გალამაზებაში. აი, რა სახის ჩარევები? ეს ინაქციური ჩარევებია, აპარატული ჩარევებია თუ მასაჟის სახით? როგორ ჩარევებზე საუბრობთ პირობითად? ზოგადად სრულყოფილი შედეგი რომ მივიღოთ, აუცილებელია კომბინირებული თერაპია. რა თქმა უნდა, აპარატული მეთოდი ძალიან დიდ შედეგს გვაძლევს, მაგრამ ამ შედეგს უფრო მეტად ამყარებს და უფრო სრულყოფილობაში მოყავს ინექციურ თერაპიას. აპარატული თერაპიიდან შეგვიძლია ვიხმაროთ რადიოსიხშირის ტალღის თერაპიები, ულტრაბგერითი თერაპია, პოსტოპერაციის შემდეგ ლიმფოდრენაჟი და რა თქმა უნდა შეუცვლელია ინექციური თერაპიები, როგორც არის ბიორევიტალიზაცია, პლაზმოლიფტინგი, თქვათ მეზოთერაპია, რომელიც უშუალოდ ზედაპირულად კანის სტრუქტურულ გაჯანსაღებაზე და გაახალგაზრდავებაზე მუშაობს. იცით რა, ეს ბიორევიტალიზაცია, ანუ ტანზეც კეთდება ბიორევიტალიზაცია. უფრო ჩვენ იცით როგორ არის, ჩვენ რომ მივდივართ თქვა დერმატოკოსმეტოლოგთან, უფრო გავრცელებული არის სახის მიდამოში მაგალითად და რატომღაც ორიენტირებულები ვართ ქალები, ახლა ყველა ვიკეთებს და ყველა ვუვლით ჩვენს კანს, რა თქმა უნდა და რატომღაც ეს ბიორევიტალიზაცია და ბოტულინოთერაპიაც და ასე შემდეგ, რატომღაც არის უფრო სახის მიდამოზე ლაპარაკი და თუ ტანზეც თუ ხდება იგივე ჩარევები. რა თქმა უნდა, ჩვენ ზოგადად დერმატოკოსმეტოლოგები მკურნალობას ვიწყებთ არა სახით, არამედ ყველაზე ცოტა სახე, ყელი და დეკოლტის ზონა. რა თქმა უნდა, ხელებიც. ეს არის ყველაზე მცირე ჩამონათვალი. სადაც კანია, კანი როგორც სახეზე და ყელზე ბერდება, ასევე სხეულზეც. ამიტომ ნებისმიერი პროცედურა, რაც შესაძლებელია, რომ გაკეთდეს, თქვათ,
სახეზე თითქმის ყველაფერი შესაძლებელია რომ გაკეთდეს სხეულზე კანის მოსავლელად. დიახ, და ერთ დღეს თუ შეიძლება, იმიტომ რომ მაინც ინექციური პროცედურა არის, თქვათ, მოვიდა პაციენტი, შეუძლია რომ ერთ დღეს თელ სხეულზე ჩაიტაროს ეს ინექციები, თუ რამე შეზღუდვა არსებობს. ზოგადად გადაჭარბებული თერაპია არ არის სასურველი, მაინც თუ ძალიან არ ჩქარობს პაციენტი, ჯობია რომ დაიყოს ზონებად და ესე ჩატარდეს მკურნალობა. დიახ, და აი ზაფხული მოდის, ეხა აი ზაფხულში ეს მითია თუ რეალობა, რომ ზაფხული მოდის, ინექციები არ შეიძლება, ან კანის აღარ მივდივართ დერმატოკოსმეტოლოგთან, აღარ გვჭირდება ზამთრამდე. ანუ როგორ ხდება ამ შემთხვევაში, თქვათ, ზაფხულში რა დატვირთვით მუშაობთ და ზაფხულში თუ გაქვთ მომართვიანობა და რა პროცედურები კეთდება, იმიტომ რომ ყველა პროცედურა, როგორც ვიცით, არ შეიძლება. რა პროცედურები შეიძლება რომ გაკეთდეს ზაფხულში? ზოგადად ესე დაიყო პაციენტების ორი ჯგუფი, რუჯის მოყვარულები და ის პაციენტები, რომლებიც არ ირუჯებიან. ნებისმიერი თერმული ზემოქმედება, მათ შორის გადაჭარბებული მზეც არ არის სასურველი ზოგადად არც კანისთვის და მით უმეტეს თუ რამე პროცედურა არის გაკეთებული. ნებისმიერი თერმული ზემოქმედებით მცირდება ჩვენი ჩატარებული პროცედურის შედეგიც. და რა თქმა უნდა, კოსმეტოლოგიური პროცედურების შემდეგ მით უმეტეს აპარატული თერაპიების და განსაკუთრებით ლაზერული თერაპიების შემდეგ იგრძელება მზე და მზის სხივები. ამიტომ ყოველთვის რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ სასურველია არ მოხდეს პროცედურის შემდეგ გარუჯვა. თუმცა პროცედურები, რომლებიც განკუთვნილია რუჯის მოყვარულ პაციენტებში, ეს არის აი წინა მომზადება რუჯამდე და შემდგომ, იმიტომ რომ ამ დროს უფრო მეტად კანი გამოშრობისკენ არის მიდრეკილი, მზე ისევე ხმარება კანის გამოშრობას და ამ შემთხვევაში უფრო მეტად ვახდენთ დატენიანებას და კანის კვებას. სწორედ ამ პროცედურებით, როგორც ჩამოთვალეთ, მეზოთერაპია, ბიორევიტალიზაცია, პლაზმოთერაპია, რომელიც უწყობს ხელს კანის აღდგენით პროცესებს, დატენიანებას და კვებას. სულ მინდა ხოლმე რომ ვკითხო თვითონ სპეციალისტებს, აი რა არის თქვენი ფავორიტი პროცედურა? ხო არის რაღაც პროცედურა, რომ განსაკუთრებულად თქვათ გიყვართ? აი რომელს გაიხსენებდით ახლა უცბად? ესე ცოტა ძნელია, იმიტომ რომ ესთეტიური მედიცინა ესეთი უკვე მრავალფეროვანი და ეს განვითარდა ეს სფერო, რომ ძალიან ბევრი პროცედურებია. ჩვენ უფრო ვართ მიმართული საყვარელ შედეგზე. და აი ეს პროცედურების კომბინაცია, როდესაც პაციენტი ხედავს, რომ უკვე სხვანაირად გამოიყურება, ბევრად უფრო ახალგაზრდული იერი აქვს, უბრუნდება ნელ-ნელა დაახლოებით იმ მდგომარეობას, როგორც 5 წლის წინ, 7 წლის წინ, აი ეს არის ყველაზე ჩვენი საყვარელი მომენტი და პროცედურაც, აი ესე ვთქვათ, შეიძლება ესე, რომ როდესაც პაციენტი გრძნობს უფრო ბედნიერად თავს. რა თქმა უნდა, როცა პაციენტი არის ყველაზე მთავარი, აქ როდესაც ბედნიერია პაციენტი, თქვენც ყველა ბედნიერი ხართ. როგორც სიხშირით, ვთქვათ, უფრო აი ბოტულინოთერაპია და კონტურულ პლასტიკას გამოყოფდით, როგორც უფრო ხშირ პროცედურას. უფრო მომართვიანობა არის უფრო ბოტულინოთერაპია. მე მგონი ყველაზე გავრცელებული, იმიტომ რომ ყველა აღნიშნავს, როგორც ვიცი, რომ უფრო ბოტულინოთერაპია არის ყველაზე ხშირი. რა თქმა უნდა, ძალიან ხშირია, თან აქვს ვიზუალურად ესეთი მკვეთრი ეფექტი, მალევე გვაძლევს ისეთ ვიზუალურ ცვლილებას და ამიტომ ბოტულინოთერაპიის გარეშე პრაქტიკულად წარმოუდგენელია მუშაობა. და იცით, ხო არის ესეთი შეზღუდვა, რომ ბოტულინოთერაპიის შემდეგ არ შეიძლება ვთქვათ საუნა, არ შეიძლება რუჯი, უნდა მოუფრთხილოთ ალკოჰოლი, ასევე ალკოჰოლი ყველა მედიკამენტის შემდეგ აკრძალულია, რა თქმა უნდა, მინიმუმ 3 დღე, მაგრამ ანუ ამ შემთხვევაში როგორ ხდება ზაფხულთან მიმართებაში, თქვათ ადამიანს უნდა რომ მიიღოს რუჯი, მაგრამ გაიკეთა ბოტულინოთერაპია, ანუ ამ შემთხვევაში ყველა თერმული, აი საუნა, თქვათ სოლარიუმი, მზის სხივები ამცირებს მოქმედებას, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ჩვენ მოდუნებული გვაქვს თქვათ კუნთის მუშაობა, მაგრამ ესეთი თერმული და სტიმულაციის საშუალებებით ვახდენთ ისევ დროზე ადრე აღდგენას. მაგრამ ესეც არ გამოდის, რომ პაციენტი მოწყვიტოთ თავის ჩვეულ რიტმს, ეს არის ვარჯიში, საუნა, თუნდაც მზეზე გასვლა, ამიტომ რაღაცნაირად
ვუზღუდავთ, მაგრამ ესეთ რომ სრულად ამოიღოს პაციენტმა ესე ვერ ხდება ხოლმე ხშირ შემთხვევაში. დიახ, იცით ერთი საინტერესო კითხვა მაქვს, ეხლა კანის მოვლა დღეს ძალიან ძვირი ფუფუნება გახდა უკვე, მოდით ასე ვთქვათ, ანუ სრულყოფილად რომ მივხედოთ ჩვენს კანს, ანუ თანხობრივადაც და ისედაც, ანუ დროის მიხედვით, ანუ შეზღუდვაც არის დროში, იმიტომ რომ შეიძლება ვერ მიხვიდე დროულად, ვერ დაიცვა ყველა სეანსი, მაგრამ აი რას ნიშნავს, რომ სრულყოფილად მიხედო ქალმა ტანს დღეს, ტანს და შენს სხეულს და ასევე სახეს. ანუ რა პროცედურებია, რომელიც ითვლება ისეთ პროცედურებად, რომელიც ყველა ქალმა უნდა ჩაიტაროს? ზოგადად სხეულის მოვლისთვის ყველაზე ისეთი დიდი მნიშვნელობა აქვს, აქ უფრო სხვა სპეციალისტებიც დამეთანხმებიან სწორკვებას და ვარჯიშს და ფიზიკურ აქტივობას. ეს აისახება არა მარტო სახეზე, სხეულზე, სახესაც გვეხმარება ჩვენ, რა თქმა უნდა. რაც შეეხება ესეთ მოვლას, რომელიც ძალიან ბუნებრივად არის ხოლმე პაციენტებში, ეს არის სახლში მოვლასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ანუ ყოველდღიურ რუტინას, დატენიანებას, კანის გასუფთავებას, თქვათ იმის მიხედვით რა პრობლემა აქვს, როზაცია აქვს, თუ პიგმენტაცია, თუ სხვადასხვა პრობლემები, ამ შემთხვევაში სპეციალური საცხები და სითხეები ინიშნება. სახლში მოვლას დიდი მნიშვნელობა აქვს და რა თქმა უნდა, კოსმეტოლოგთან ვიზიტსაც, რომ რაღაცნაირად თუ ძალიან ხშირად ვერ ახერხებს, არის ესეთი პროცედურები, რომელსაც გახანგრძლივებული მოქმედება აქვს, თქვათ ერთჯერადი დატვირთვა და 2, 3, 4 თვის ეფექტით, ამიტომ აი ესეთ ვიზიტს ძალიან დაკავებულია, ვთავაზობთ ესეთ პროცედურებს, რომ ერთჯერადი გახანგრძლივებული თერაპიით მოიხდინოს კანის მკურნალობა. ძალიან დიდი მადლობა. ვფიქრობ, რომ ძალიან სასარგებლო რჩევები მოგვეცით და მათ შორის მეც გავითვალისწინე თქვენს რჩევებს. ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენთან. დაგემშვიდობებით და ბევრ ბედნიერ პაციენტს გისურვებთ. დიდი მადლობა. ნახვამდის. დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენთან. თქვენ არ შეწყვიტოთ კურნალიჯიზე შეკითხვების მოწერა, ჩვენ აუცილებლად გაგცემთ კვალიფიციურ პასუხებს. გისურვებთ ჯანმრთელობას.